და კიდე კანონით ისჩება რა თუ შემოდიხარ უნდა ჩაბარდე ტყუილი პანიკა არის და ტყუილი რაღაცეები არის რა გამოდით იმუშავეთ მოგესალმებით მეგობრებო ეხლა ვარ ტექსასში ლარედოში მივდივარ ნიუ-ჯერსში მექსიკის საზღვართან ვარ აქეთკენ ტეკილა ევასებათ მაგრად გავაღოთ ეხლა მოვედი პიკაპზე აქ ვაყენებ მანქანას დავიცალე უკვე და ნორმალური სასიარულო გვაქვს და ისეთი ბევრი არაფერი არ არის რა ეხლა იყო DOT-ის კვირა ინსპექშენებს ატარებდნენ და მაგალითად მინდა მე რომ ვისაუბრო 1-2 ოდეს სიტყვით იმიტომ რომ ვაფშე არაფერი არ ხდებოდა აი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა ერთხელ შემიყვანეს მარტო და აქედან რო გავა ჩეკპოინტსაც გავივლი და ჩეკპოინტზეც გადავიღებ რა ხდება რა სიტუაცია არის მოკლედ ტრაილერი სუფთა არის და ეხლა დავაყენებ რა კაია, კარგად აყენია. Დავახლა შეგიმთხელებს დავება რაღაცები ჭიჭკიანი მაქვს და ცოტა დავისვენებ. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა. მოკლედ დამტვირთეს 1 საათი მალოდინეს მაინც. დამტვირთეს და ეხლა უნდა გავიდე. ავიწონები სასწორდე და გავაგზავნებ ისეთ სიარულს. კარები თვითონ დამიკეტეს, პლომბი თვითონ დამიდეს და ვეღარ გადავიღე რაღაცეები. ავიწონე, სწორე ვიყავი. აი აქა წერია რომ 12500 უნდა იყოს ზონაში. და all good ვართ რა. გადმოვბარგდი TA-ზე. ელავთ. ჯერ საჭმას დავაორდერებ. და მე ავიღებ რეების მინდა. იმიტომ რომ დროში ჩავეტიოთ და დრო ვერ დავხარჯოთ ბევრი. One bacon king meal. What size is it? No, not meal, just bacon king burgers and extra cheese. Come with 4 cheeses. Yeah, 4 cheeses, yeah. That's it. It's 9.73. Okay. ეხლა ამას შევჭამოთ, იმიტომ რომ checkpoint-ზე უნდა გავიარო. და არ ვიცი რა მოხდება, შეიძლება გამაჩერონ ინსპექშენზე და ინსპექშენი ჩამიტარონ. checkpoint-ი იმიტომ რომ აქ მექსიკა ამერიკის საზღვარი არის. და ძალიან ბევრი არალეგალი გადმოცდის ერო არც ბარდება არაფერი და აი კიდე კანონით ისჩება რა თუ შემოდიხარ უნდა ჩაბარდე და როგორც იცი ხა რაც ტრამპი მოვიდა ეგეც გაუქმდა და ჩაბარებითაც ვეღარ ჩაბარდები შეიძლება ტრაილერი გაგიხსნა შიგ თვითონ ტრაქში შემოხედავენ რა ხდება ვინ ყავს ვინ მიყავს თუ არა და მაგას ამოწმებენ რა მოკლედ ახლა შევდივარ checkpoint-ზე აქ ამოწმებენ წერღერადეს გასაუბრებოდით საბუთებს სად მიდიხარ რა გაქვს, რა საბუთები გაქვს, green card-ა გაქვს, მოქალაქეობა გაქვს, მუშაობის უფლება გაქვს თუ რა გაქვს, მაგებს ამოწმებენ და სიმართლე გითხრათ, ამ ადგილას პირველად ვარ მე. და ეხლა შევიდეთ და გავარკვიოთ რა ხდება, როგორ ხდება. ეხლა აქ checkpoint-ზე ვიდეოს იმიტომ ვიღებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ რაღაცები ხდებაო ინგლისურზეო, ისაო, ესაო. აუ მივიდეთ და გავარკვიოთ. ტყუილი პანიკა არის და ტყუილი რაღაცეები არის რა. ჯერჯერობით კამერით არ მივიღიათ და არაფერი არ ხდება. Hello sir. Is there anybody else with you? Is there anybody else with you? I'm just one. Just you by yourself? Yeah. Where are you headed to? Where are you headed to? We are to I'm sorry? Excuse me, say again. Where are you going? I'm going to New Jersey. Are you a US citizen? No. Thank you very much. Where I'm going? This left? You go to the right. Right? Yeah. Thank you very much. ეხა ამით ის მოხდა რომ უბრალოდ
ვერ ხვდები რას მეკითხება და ადამიანს უჩვეულებრივად უთხარი რომ მეთქი ვერ ხვდები თქო რა მინდა თქო და გამემეორე ახლიდან არაფერი არა, აი არავინ არ დაგხრიტავთ, არავინ არაფერს მრავალს არ გაგიჩერებთ, აი საერთოდ არაფერი არ მოხდება რა. საერთოდ არაფერი. ვერ გავიგე რა მითხა. ორჯერ გავამეორებინე, ვერ გავიგე. მესამედ დამისვა სხვანაირად კითხვა. მესამედ რომ დამისვა კითხვა, სად მიდიხარო? ძალიან ელემენტარულად დამისვა. Where are you going? I'm going New Jersey. So ყავს ვინმე ტრაილერში არავინ, მარტო მე ვარ, всё, მორჩა. გავჩერდი ახლა, იმიტომ რომ მანქანა ამიტომ რეჯინი უნდა მანქანასო 20-30 წუთი ჭირდება რა. ჩავრთოთ ჯერ და ვკითხოთ მე. რეჯინი არის დევს რო დააგროვეს ბევრს და ვერ წავს რა, უნდა გააჩერო და გამოწვას დეფი. მაღაზიაში შევიდა ბლუდეფი ვიყიდა. ჩავასხავ ხა ამ ბლუდეფსა. დავწევი და ვიზინე. შემდეგ ოთხშაბათს მაქვს დაბადების დღე და ნახოთ რა იქნება, როგორ შევხვდები დაბადების დღეს. წინა წელს ჩემ დაბადების დღეს შევხვდი, სახელოსნოში ვიყავით, ამ მანქანაზე გაგვეფუძნა საბურავი. გამძლეობა ყველა მძღოლებს მენა, აი ძალიან დიდი გამძლეობა. მალე ამ საქმიდან წასვლა რა, მაგარი ძნელი არის რა. აი შორიდან ჩანს ისე რომ ვითომ არაფერი არ არის რა, მანქანაზე ზიხარ და ატარებ რა, აი რა გედარდება რა. ზიხარ და ატარებ, მაგრამ აი სურო არაფერი რა, მანქანის გაფუჭებას ავიდანებე, დელივერზე დაგვიანებაზე, რომ გეჩქარება, რო არ გტვირთავენ, რო არ გცლიან მაღაზია ნერვიულობებს და რაღაცებს, ვაფშე ყველაფერს თავიდანებს რა. ერთადერთი რა, რაც არის ძილი რა. და აი ძილსაც თავიდანები რა. მინიმუმ ყველა დადის 11 საათს. აი 11 საათი რო სულ სკამზე იჯდე წარმოვიდგინე რა. და თან წარმოვიდგინე ხა სისტემატიურად რო ადგები, დაждები მანქანაზე, დაიწყებ სიარულს, დაღამდება, ისევ გაჩერდები, დაიძინებ, გაიღვიძებ, ისევ გადმოჯდები მანქანაზე დაждები, ისე დაიწყებ და მიდის დღეები ესე მიდის რა. აი, ოკეი, ერთი კვირა ივლი, ერთი თვე ივლი, ორი თვე ივლი, ერთი წელი ივლი, მაგრამ რაღაც მომენტში მე მოსაბეზრებელი არის და ძალიან დაუყლელი არის რა. პირველი დღე ესე კარგად არა, მაგრამ დავანაირადაც მორჩა რა. ეს კვირა რაღაც კარგად ვერ მეძინა და გამოვიზინე კარგად. ადვეს ავტოში ჩამოვედი. ვიყიდე ეს კიდევ ერთი დამატებითი ბლუდეფი და ვისაც ესეთი პრობლემები გაქვს რა. აი ეს წმინდავს თლიანი დეფის სისტემას. აი ესეთი არის შიგნიდან, ძალიან მაგარი რაღაც არის. და დოზები თუ ვინმეს გაინტერესებთ, ნახევარ ბაგზე უნდა ჩაასხათ ერთი ცალი ეს. მოკლედ ეგ არის რა. ვაფშე სხვა ვიდეოს გადაღება მინდოდა, მაგრამ ვაფშე სხვა ვიდეოს გადაღება მომეწა, იმიტომ რომ მანქანა გამოფი და ძალიან დიდი ხანი დავუკარგე და ძალიან დიდი დრო დავუკარგე. ჩავასხათ ახლა საწავი და ბევრი გვაქვს ასიარულო და მალე გავაგზავნოთ სიარულო. წყალი არა აქვს, რომ შუშები გავწმინდო და ცოტა ხანი უნდა გაუძლო ეგრე რა. ერთ ბიჭმა დამიწერა YouTube-ზე რა, ჟელე ჩაასხიო და ჩაურებივად დაამატე წყალიო რა. მაგრამ აქ შუშის საწმენდები რეებიც არის. ვაფშე მაგას ჩავასხავ და პლუს კიდე ჟელეს დავამატებ და მაგასაც პლუს ან წყალს უემატება ჟელე და მწერებს წმინდავს კარგად, ამ ხსნას რო დავამატებ ჟელეს, ჩემი აზრით კარგად გაწმინდავს. ჯიგარი ხარ ძმაო, კომენტარი რო დამიწერე, ეხა მივა და გავაკეთებ, სინჯავ ჩემ თავდეთ მაგას. ეხა ჩვენ გინდა ჟელე. აქ არა აქვს და შემდეგ ადგილას სადაც გავჩერდები. მოკლედ იქ ჩავასხავ რა. საჭმელშია მაგრად და თან წყალს გადავულებ და ერთი ნახევარ საათი უნდა ჩავედი ამ ყველაფერში და საჭმელს ჭამრა საჭმელს დავაორდერებ და თან წამოიღებ რა. სულ ადგილას მიყენია იდეაში არაფერი არ არის, მაგრამ
ამათ ნახე როგორ ორგანიზაციად საღოლ გითხარით. უეჭველი დაგეხმარა ხო ვიღაც? ჩემპიონი მოვიგებ ანაობაში. შევედი გამოვიციე ხო წუთში. ეხლა მიდივარ საჭმელო დავაორდერო. ფერო მოსარი დავაორდერო და თან ინტერნეტი ნახე რაღაცა ინტერნეტს უნდა ჩაგვიჭდე. იქნება დავიცრიო სანამ გამზადებენ ესენი საჭმელს. ამ სენდვიჩს ავიღებ და ეგ არის სხვა რაღაცა. ეგ არის შეუკეთე, ისინი შეუკეთე რა ქვია ბონელეს ვინქსები, ქათმის ქსები შეუკეთე ზღვის გარეშე, სენდვიჩი შეუკეთე, კლაბ სენდვიჩი და ეგ არის რა. ეს სალობი არის ჩვეულებრივი რა. ეს ინტერნეტი ვერ იყიდე საჭმელის აგვიანეს და ჩემი ნერვებიც იმენა სკაპაცკობზე არის. საქართველოში ხომ მიხვალ რაღაცა ინტერნეტში იყიდე ჩვეულებრივად დაგეხმარებიან ყველაფერი მომსახურება ხო კაი აქვს, მაგრამ აქ სადაც უნდა მიხედე და რა უნდა გააკეთო, იმინა კტანჯავენ. და რაღაცა რო გინდა, იმდეს კტანჯავენ, ეს კტანჯავენ, რომ მე აღარ გინდა. Way station closed. რა თქმა უნდა დაკეტილი არის way station და კიდევ მინდა რომ ცოტა ვრცლად შევეხო ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჩერდა ამ კვირაში. DOT-ის კვირა იყო და 13-14-15 რიცხვი იყო, მანქანებს ამოწმდნენ, ინგლისურს ამოწმდნენ, ჭალებში ინგლისურს ამოწმდნენ და მსგავს რაღაცებს რა. არ გავჩერებულ ვარ საერთოდ. არც წინა წელს არ გავჩერებულ ვარ და არც მომავალ წელს არ გავშედები აუცილებლად რა. იმიტომ რომ ახალ წლების შემდეგ რა მუშაობაც არის. ეგეთი მუშაობა არ ყოფილა რა. იმის ხარჯზე რომ შექმნეს იმის პანიკა რომ ინგლისურზე ამოწმებენ, way station-ებზე ძალიან წმენდა მიდის, დეპორტს მოგცემენ, დაგჭერენ, იმას გიზავენ, ამას გიზავენ. ერთი ადამიანიც არ ვიცი და ერთი ადამიანიც არ გამიგია, ძალიან ბევრი ვარკვიე. ქართულ ჯგუფებშიც დავწერე პოსტი, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა იგივე, რაც ხდებოდა აქამდე. უბრალოდ გააჩერეს, უბრალოდ მანქანა შეუმოწმეს, ლოგბუქი შეუმოწმეს და გაუშვეს. ისეთ ემას მომწერეს, ვისაც დარღვევები ჰქონდათ, წონაზე იყო, მანქანა არ ჰქონდა, რაღაცეები, ანუ იგივე რაღაცეები ხდება, რაც აქამდე ხდებოდა. არავისთვის მართვის მოწმობა არ გაუჩერებიათ და მსგავსი რაღაცეები არ მომხდარა რა. რავი, ჩემი აზრით უაზრო პანიკაა ჯერ, იმიტომ რომ ივნისის ბოლოსკენ გამოდის ეგ კანონი და ღმერთ მაისის მიიღებენ თუ არა მაკანოს. ელემენტარული checkpoint-ის ვიდეოს ნახავთ, ძალიან ბევრი ერიდება მაგ ადგილს. checkpoint-ზეც მიხვდებით, რომ ინგლისურის გარტყმაში არ ვარ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს მელაპარაკებიან და ისეთ ინგლისურით მელაპარაკებიან, რომ მართლა ვერ ხვდები. უბრალოდ გაუმეორი ადამიანს, რომ ვერ ხვდებით და თუ შეგიძლია რომ ახლიდან გამიმეოროთ ხო? რა თქმა უნდა, გამიმეორეს ახლიდან და მივხვდი, რასაც მეუბნებოდა რა. იმიტომ რომ აქ ისე ლაპარაკობენ ინგლისურად, ზოგი ისე ლაპარაკობს ინგლისურად, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებ რა. მე ინგლისური საბაზისო დონეზე ვიცი რა. რო გამაჩერონ ელემენტარული რაღაცები რო კითხონ, ლოგბუქი მომეცი, მუხურს დააჭირე, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, რა ტვირთი გიდევს, გავს კითხებს რო გისმევენ რა. ჩემი აზრით ძალიან ელემენტარული რაღაცებია და ამაზე ყველა გასცემს პასუხს. ქართველი ადამიანები ვართ, შრომელი ადამიანები ვართ, ძალიან ბევრ შრომობთ რა, აი ძალიან ბევრ შრომობთ, იმიტომ შრომობთ, რომ საქართველოსდან ვართ წამოსულები, ამ ხელა გზაზე ვართ და თავი გვაქვს გადადებული იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიოთ და რაღაცა გავაკეთოთ. აი ყველა მაგისთვის არის ჩამოსული და ყველა მაგას აკეთებს რა და ყველას ეგ გეკმაში, რომ რაღაცა გააკეთოს და რაღაც მიზანს მიაღწიოს. აქ ინდუსები დადიან, ფერადკანიანები დადიან თუ ვინები დადიან რა. ზოგს დაზღვევა არ აქვს. იმ დღეს შემხდა ერთი მანქანა იყო, ჩვეულებრივად სასოფში მიდიოდა ტრაილერი, უკანა ორი საბურავი გახეთქილი ქონა, არაფერი რა, ჩვეულებრივად მესამე ხაზში ნენელა მიგორავდა თავისას. ზოგი არის რომ კომპანია აქვს გახსნილი და ერთი მანქანა აქვს დარეგისტრირებული, დაზღვეული და 10 მანქანით დადიან და აი, რავი, 1000-ნაირი რაღაცეები ხდება რა. და ჩვენ რომლებიც დაზღვევაც გვაქვს, მანქანას გამართული ყავს.
ელემენტარული ინგლისური ვიცით, აი რისი უნდა გვეშინოდეს, ხო? აი არაფერს არ უნდა გვეშინოდეს და თუ რაღაცა კანონს დაამტკიცებენ, კომპანიები აუცილებლად გეტყვიან, რომ ეს კანონი მიიღეს და ესა და ეს შევიდა ახალ კანონში რა და აუცილებლად გეტყვიან, იმიტომ რომ აუტკია თავს არავინ არ აიტკიებს რა და თქვენს არ აიტკიეთ რა თქმა უნდა თავს. ამჟამად არავის არ იჭერენ საერთოდ, არავის პრავს არ უჩერებენ. სულ ყოველთვის ყველგან შევდივარ, გამართული მანქანა მაქვს, ლოგბუქი შეულებრივად სულთან მაქვს. აი რა ყველაფერი მენა იდეალურად მაქვს. ინგლისური არ ვიცი. არ ვიცი და რა ვქნა ეხა ინგლისური არ ვიცი. ისეთი ინგლისური ვიცი, ვიღაც რომ დამელაპარაკოს, შეულებრივად გავაგებინებ რა. და საუბარშიც რომ ავყვე, საუბარში საუბრები გავიგებ, შევეკითხები, რას მესაუბრება, მაგრამ კარგად არ ვიცი ინგლისური და ეს არაფერი არ არის საერთოდ და რავი, გამოდით, იმუშავეთ, კაი ადამიანები ვართ ქართველები, სულ ყოველთვის ყველგან მაგრად ხვდებიან, რა ინგლისურის ვიცი, აი რა ინგლისურის ვიცი, მაგის ინგლისურზე მეუნებია რომ მაგარი კაი გამოთქმით ლაპარაკობო და რომელი ქვეყნიდან ხარო და აი ცუდადებითად არიან გაწყობილი, ასე რომ ვიმუშაოთ, ავიხდინეთ ჩვენი მიზნები, მე არასოს არ ვენდობი და არასოს არ ვენდობოდი fake account-ებით დაწერილ პოსტებს და არასოს არ ვენდობი ანონიმურად დაწერილ პოსტებს. ესეთ რაღაცებს რო წერენ და ანუ ფიზიკურად ადამიანი არ ჩანს ვინ არის და მე არ ვენდობი რა. მე მაგრად მინდოდა რომ ეხლა PlayStation-ზე ვიღაცას გავიჩერებინე, შევიყვანე და ეს ყველაფერი გადამეღო, მაგრამ არ გამაჩერეს. არ გამაჩერეს და რავი რა ვქნა. checkpoint-ზე მომიწია, checkpoint-ზე ნახეთ ვიდეოში რაც მოხდა. ძალიან ბევრ PlayStation-ზე შევედი, ძალიან ბევრ Stadia-ზე შევედი. თუ შეხვალ ცუდი მანქანით, საბურავები არ გივარგა, განათებები არ გაქვს. საერთოდ რა გინდა გზაზე, ეგეთი მანქანით რატო უნდა იარო, ხო? გამოდით იშრომეთ და წარმატებები თქვენ. ერთად ჩვენი ტენესი შემოვედი ხა. აქედან დაუნთაუნი არის. გავიღუძე წეღან. ცოტავი არის, საწავი ქონა ჩასასხმელი უთვად შევედი ყავა ვიღე იგენი აღარ გადამიღია. ეხა უცბად საწავს ჩავასხავ. შიგნით ნახავ ჟელეთ თუ აქვს და წყალი თუ აქვს, რომ შურჩის საწმენდებში ჩავასხავ. რაც აქ არ ქონდა და რავი ლავზე გავჩერდები ბოლოს და ლავზე წესით იმედია ექნებათ. ეს მანქანა მევაცება მაგრად. აი ეს მწვანე რო დგას. ძალიან მაგარი მანქანა არის რა. ამერიკული ტრაილერი არის. ნახოთ. ეხა გავჩერდი ლავსის ტრაქტორზე. დილი ჭამე რაღაცეები, შუადღეს ხილი ავიღე და აქეთკენ მომიწია ნაფნაფში გამოვლა. მე ღირსა ვიყიდე და შევამოწოთ აბა იმ ბიჭმა კი დამიწერა სიარულის დროს გაიხსნებაო რა. არა ბარემ გავხსნი. ეგარი ჩავასხი, წავალ ხა იქიდან შევამოწმებ იმას რა ქვია. წყალს რა, აირს გამოუშვა და შევჭამ და გავაგრძელებ სიარულს. საბურავები კაია, წყლის დონეს კაი არის, ყველაფერი კაი არის. მოვოდი მოკლედ. გვიანი არის, ძალიან გვიანი არის, რომელიც საათი არის, აღარც დამიხედავს. შემოვიდოდი თუ არა და ეხა უყურებ და ვერ შევალ, იმიტომ რომ გეითი არის. ეს და არ ვიცი სად გავაჩერე, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გასაჩერებლები არის. ზუსტად ავართ მოსულები. უბრალოდ Google Maps-ში არის წერა ეს. წავედი მოკლედ ახლა გავაჩერებ და დავწევი და ვიცნობ. მორჩი დავადელივერე, უცბად ჩამოვედი კომპანიაში, ახლა კომპანიაში ვარ, მანქანა უნდა გავაკეთო და ერთი დღით ავალ სახლში დავწევი ცოტას, დავისვენებ, გავალ ნახავ ბიჭებს და ხვალ გავალისო სამუშაოდ. გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეომდე, დროებით.